Am სიყვარულს შენ სახელს ვარქმე და ჩემს მილს ვერავის მომჩნე რა დაგიშავა რომ ესე გაანადგურეს როგორი დამწვარია შენ არ გაიხარე შენა როგორ ნერვიულობს მომწონს სტუმრიდან გამომდინარე რაღაცა ის არის არა შენ მელიზმებია ცოტა რთული არა რაღაცა ხდება შენ აი განადგურებული მხედი ხარ დამწვარი არა ისა გამიწყოთ გეხვეწები გამაწმენდინე დილოზე ერთხელ გაწმენდა აი მეტს შენ დებილი ხო არა ხარ ხო აუ რა მაგრა წმენდავს დავიწყეთ ეხა მოგხვდება გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია აი ნახართ რა სამცხელო აი კონდიციონერიც აღამშველი მის გრილად აბარაც ის კონდის გამოვწერე საცვალი კონდის გაგრილების სისტემით არის საცვალი მაგ საცვალი ანუ ეხა არის ძალიან ძვირი გამოვწერე ამერიკიდან საცვალი და პულტით იმართება ჯიბეში მაგ მიაწვევი ისეცა და მაგრილებს გაცვია რა თქმა უნდა ზაფხულში უხმარობ 3 წვილი აუ მაჩვე ეხლა არ მითხრა მართლა ვერ მოგწევს მაგრამ შემიძლია გამოგიწერო მაჩვენე როგორ გიყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები თანამედროვე ტექნიკები შენი სისულელები აი მაინტერესებს რა მაქსიმალურ ზღვარზე გავა ამ გადაცემით ძალიან მაგარია ბიჭო თან ის არის ხო იცი აი ყვერიდან წამოსული ენერგიით იტენება მაჩვენე თუ არა და ამოვჭრი რამე საშინელება თუ არა არაფერი საშინელება არ არის ეს არის ძალიან მაგარი და ყველა ამაზე გადავა ნახე პროპელერი აქვს სერიოზული თამპონო მკითხარი დაიცადე სამი სიჩქარი აქვს რა არ მუშაობ შენი პროპელერი არა აი ნახე მე ეს არის დისტანციურად შეგიძლია მაგრამ მე მაგ ხელით ამუშავებაზე მიხვდი ჩავყოფ ხელს და აი ყურე აი ნახე რა მაგარია ეს არის ყველაზე დაბალი ნუ იკრიჭები დილას აღამოს ეს ნახე ხა მოვამეტო აი ისადი ნაზღო ეხლა ნახე აი უყურე ეს არის ბოლო მაქსიმალი ნუ იწები ჩემგე გაეტრიე გაგაგრილებ ყვები გრილა ვაფშე მარტლა გრილა აი სადმე და ძალიან კარგი აღარ მინდა კონდიციონერი გესაჭიროება და რო გამოდიხარ ახლა გაგაგრილებ აღარ მინდა გავიგე კარგი ხო ვაიმე გწყობი და ხوار გამოვიდა ვაიმე დაიცა ერთი სუთი არ ჩამყვეს გიხოცები გამომიდე იმედია ჩაყყვება გამორთ გაეთრე გამორთე ყობიდან გამოვიდა დამეცა აი აი რა მაინტერესებს შენი სისულელეები აი სადღაც ზღვარი ხო არის სადღაც უნდა დასრულდეს აი ესეთი სისულელების მოტანა იცი რა არის მე მიყვარს აი თანამედროვე რაღაცები და მე ხალხი სამყოლაფერს იტაცებს თანამედროვე არა ეს არის სისულელეები კაი დავიწყოთ გადაცემა დავიწყოთ მითხარი ხა რა შვები აბა ამ სისულელების გარდა ყველა დადის დამოგზაურობ ჩვენ კი აქ ვართ აი ესე ვიხუთქებით ამ სიცხეში როდის დავასრულებთ სეზონს მაგრამ აი ჩვენი ერთგული მაყურებელს აი ესე რომ გვინდა რომ პატივცეთ აღარა და აღარ სწორდება არა მეგობრებო მართლა ეხა თქვენ გამოვართ თელი ზაფხული აქ თბილისში ამიტომაც აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი რომელიც ამონათდება კუთხეში იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოწერები ჩვენ YouTube არხზე გავხსნა ფუღა რა შვები ხა ზაფხულს სადმე ხარ სოფელში ჩვენთან ისეთი კაია გასაპირებ ამ სოფელში ბიჭო აი ეს არის კურორტივით არის ქსოვრის მდინარე გვაქვს ქსანი მაგ ნანახი ვიდეოები ძინაცლი აი ხა გაუშვებ და მე დავფრთხე ჩემ ქსოვს დავიდე გულაობს აფისი
ვერ გავიგე რა არ მოგეწონათ. იქ დინარეზე თევს ჭამთ, ნაფოტა თევს ვიჭერთ ხოლმე რაღაცა ისეს, მე დოლგარმონი აკარდიული ცივიც აზამთრო. ნუ ნაფოტა თევს თუ იჭერ ეხლა? სიმინც ვიპარავთ. რა ვქნა? ღარიბი ადამიანის როგორც ისვენებს ისე. კაი, ანუ მთაში მიდიხარ. მთა არის ხო თქვენკენ თუ ბარია თუ როგორ ითვლება ეგ? ვერ გაიგებ. თიანიც არის, ვაკეც არის, ორი. ხო, ნუ. შენ სად მიდიხარ? მე რავი, კუნძულზე მიდარ, მიკონოსზე. რა გინდა, შენ ხო მიდიხარ, ხო მოგწონს იქაურობა? ხალხო თქვენ გასაჯეთ. წინაზე რა სისახთასად მიდივარ დასწონებლათო ფასანაურში და ეხლა მე ქსოვრიში მიმაბარგა და შენ მიდიხარ მიკონოსზე. მე მივიდარ ფასანაურში რამოდენიმე დღე რომ დავისონო, ანუ ჟანგბადი მივიღო და მე მიკონოსზე წავალ დასასვენებლად. და რატომ არ მითხა იქნება და მეც მინდა წამოსვლა? რა ღირს ეხლა ჰაგარტი გამოწი, თუ დააბრატნა წადი წამოდი 1500 ლარი თავის სასტუმრო კვებიან. მეტი ხوار იქნება. ხო, ნუ ეგრე ღირს, ხო, მაგიტომაც ხარ იმაში ქსოვრიში, თუ ქსოვრიში. კაი, დაიცა, რა კაი. რა გინდა? ძალიან სწორად გამოჩნდები ახლა შენ რო იქ წახვიდე მიკონოსზე და მე ქსოვრიში რო ვიყო, აი. ცუდად რატო გამოჩნდები? ვერ გავიგე. გადაცემის წამყვანები ვართ, მეგობრებიც ვართ, მაგრამ მე დასასვენებლად შენ ცალკე მიდიხარ, მე ცალკე, რა იყო? დაუჯახებული წყვილი კი არა ვართ. აი დამიჯერე კონტენტისთვის ჯობია რომ მეც მიკონოსზე წავიდე. შენთვის ვერ რამე ჯობია. ხალხი ამას ვერ პირიქით, ძალიან საინტერესო იქნება შენ აი სოფლის ცხოვრებიდან კონტენტი და მე მიკონოსიდან კონტენტი და აი რაღაც სხვაობა, რაღაც სხვა და რაღაცები იქნება. აი მაგასაც ნახავთ თუ მე მიკონოსში ჩასვლა არ დაგასწრო. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა გადაცემაზე. ვინსა დაისვენებს ეგ მოკლედ გარკვეულია. პირველი სიახლე. სიახლეები გვაქვს ჩვენს განვითარებულ დღეს ორი სიახლე გვაქვს, აბა. მაშინ ასე მეგობრებო, პირველი სიახლე, საქართველო ვითარდება, როგორც ამბობენ, საქართველო შედის ქვეყნების განვითარების, ბედნიერების, წინსვლის ქვეყნების რაღაცა ტოპ 10-ულებში. მე მგონი ყველაზე მაგარი განვითარებული ინფრასტრუქტურა ჩვენთან არის. ხო, და ერთ-ერთი სიახლე არის კასპის სოფელ ზემო ჩოჩეთის სასაფლაოზე სოფლის განვითარების პროგრამით ორი ტუალეტის მშენებლობის პროცესი დასკვნით ეტაპზე არის თურმე. აი, წარმოიდგინე, ცენტრად იქცა რა. ხო. და ასევე აღნიშნული არის ის, რომ ეს ტუალეტები უფასოდ მოემსახურება ადგილ ეხა არ გამაგიჟე. უფასო იქნება, ბიჭო? ეს ტუალეტი უფასოდ მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებს. დედა. სტუმრებს რატო იცი? სასაფლაოს ტერიტორიაზე შენდება ეს ტუალეტი. ანუ ეს კიდევ ხას უსვავს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავიდეს თავისი გარდაცვლილების პატივის მისაგებად. ეს იცი რა მხელა პროექტია? ტუალეტის გამო. ინფრასტრუქტურა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გზას, ტუალეტს, თან ნაზღო რამაც ჩამაგდო შოქში. ანუაც ძალიან მაგარი არქიტექტურა მუშაობდა. რატო ფიქრობ, ამდენ რაღაცა ალბათ ძალიან დიდი, ანუ მე რომ ნახე ნახაზი, შენ ახლა მიხვდები შენ ფოტო დიდი არქიტექტორი მუშაობდა, იმიტომ რომ ტუალეტს აქვს შესასვლელი. ანუ ის კი არ არის, რომ ანუ პირდაპირ მოსაცდელი არ პირდაპირ ტუალეტში კი არ შედიხარ. ჯერ არის მოსაცდელი და მე შედიხარ მოსასაქმებლად. მე ჭიმაქ რომ ვინც ეს დააპროექტა ნახა პრაიმ ჰაუსის ბოლოში რომ გადასცეს ბინა. რიებდა ბლუყუნებ მართლა. აი სასაშიდი კვადრატული რო გადასცეს, ხო ტუალეტი და ტუალეტი შესვლელი რო იყო, აი ის პროექტია გამოტანილი. ბოლო საფინალო პროექტი რო გადასცეს. კი. კაი, მეორე სიახლე არის რომ ჭიათურაში გახსნეს ლიფტი და ამ გახსნას ესწრებოდა ჭიათურის მერი და მისი ოჯახი. შეგიძლია ნახოთ ვიდეო. ეტაპობრივად იქნება განახლებული ლიფტები, ძველი ლიფტების დემონტაჟი მოხდება. დღეს გავხსენით ნიკოპოლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ლიფტი. მოკლედ ესენი იყვნენ პირველი. თუ კარგად დააკვირდებით, აი კარები არ იქე, ჯერჯერობით მე მგონი კარის დაკეტვაზე არ არის. აი მან ლიფტში კიდე იცი რა იგრძნობა, რომ აი მთლიან ოჯახს შეუძლია ლიფტით ერთდროულად ავიდნენ. მე კიდე მგონია რომ აი ჭიათურის მერმა თავის სადარბაზოში გააკეთა ლიფტი. მხოლოდ ერთი ლიფტია ჯერჯერობით. არა, ვერ გავიგე კორპუსი რო შედება ლიფტი აქ ისედაც, ანუ ვერ გავიგე ცალკე მიადგეს თუ დაამატეს. განახლება ალბათ, არ ვიცი. მაგრამ როგორი მაგარი სიახლე რომ 21 საუკუნეში ესეთი ორი ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს. სასაფლაოზე ხსნიან ტუალეტს, უფასო ტუალეტს და ჭიათურაში განაახლეს ლიფტი, რომლის გახსნაზეც დაესწრო ჭიათურის მერი ოჯახთან ერთად. მიიყვანეს ბავშვი, რომ აი კიდე ერთხელ ეჩვენებინათ, რომ ეს ლიფტი არის უსაფრთხო. თუ
თუმცა კარები არ იკეტება ამ ლიფტში თუ კარგად დააკვირდები. შემდეგი ამბავი არის აღმოვაჩინე ესეთი ვიდეო, სადაც გოგონა გვეუბნება, გვასწავლის თუ როგორ ბრაზდებიან პატარა ჯიშის ძაღლები და დიდი ჯიშის ძაღლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ხო. როგორ ბრაზდებიან პატარა ჯიშის ძაღლები. ანუ დაკოკა. მანქანა დაკოკა. ბომბორა ჯიშის ძაღლები. ეს პირველი ის იყო პატარა ძაღლი. ბოლოში. აი ჩემთვის ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის. ისე სხვათა შორის ცოტა შემშურდა. მე რომ ესე შემეძლოს ხმების გამოცემა მეზობელში ძახს არ ვიყოლიებდი. ყოველი ძაჭი გამოვიდოდი. მერთო, ოღონ სამ ქართულ ტიკტოკერებს უშველე და აი მე ჩემთვის აღარაფერს არ გთხოვ. ისე ძალიან დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული რატო იცი რომ ორი ძაღლის პაროდია ანუ მე წარმოვიდგინე თბილისში რომ ჩამოვიდოდი პატარა ძაღლის პაროდია რომ თან პატარა ძაღლი პასო რაღაცა და ის სოფელში დიდი აი ნაგაზი რომ გამოდის და რომ იხეპება ესეთი მყავდა და მომიკვდა მე ბათ ამ გოგონას ძალიან დიდი მადლობა რომ გვასწავლა ძაღლების ამოცნობა, წარმატებას უსურვებ და კიდე ახალ და ახალ ვიდეოებს ადამიანს თავიდანვე ეწყობა, რისი ტალანტი აქვს. კაი. შემდეგი ვიდეო. ეს ვიდეო ცოტათი გასაოცარია. გია სურამელაშვილის ვიდეოს. ისე ვიძახზევა. კეფსე მიმართლე გეტიყება რომ შემიძლოს ძაღლს არ ვიყოლიენდი. ხო და არის რა გინდა ალბათ სახში ხან პატარა ძაღლის ოლში ხან დიდი ძაღლის. კაი, შემდეგი ვიდეო არის გია სურამელაშვილის კონცერტია და სადაც უკანა ფონზე იცი რა გამახსენდა. რეკლამებში ძალკე ფურცელზე რომ მოგწობი, ხო იცი? თუ შეუკვეთა ამორს, მესამე მოყვა. unboxing-ი. რადებს ყუთში. და ამოდის გია, კატლეტი, მაიმუნი. იმენა აი ზოპარკის კორპორატიული. აი, ჩემი ყოველდღიური სიზმრები ამას უნდა დაარქვა ეს. მაიმუნი შოქშია. ზოპარკის კორპორატიული. აი შეუკვეთე ის რა ქვია ორი კაბაბი და ორი კატლეტი და მიიღე სიმღერას აჭუკრა პარალელური სამყაროა რა აი მაგი დაახს მაიმუნი ეს რა საინტერესოა რა კერძიდო დავამატო რომ გიამ თან აი იცეკოს აი ბოლოს აი სიმღერას რომ მორჩება იცე მაგიდაზე იცეკოს თუ მეტი რა უნდა და ქალი მაიმუნით მაგი და გაშლილი გია წინ მღერის ის პატარა მაგი და დადგას და ზედრუ ავიდეს რა მე მგონი ეს იყო თბილისის ზოოპარკის გახსნის რეპეტიცია. ანუ გია ხსნის და ეს უკან მაიმუნი ზოოპარკის გახსნას სუპრიზი ხო სუცივი საჭმელები ელეგი და ცხელი საჭმელები ესე შემოაქვთ. აი ცხელი საჭმელები მოდის აი ამ სიმღერით ანიშნებთ რა. კაი, დავამთავრეთ ახლა ეს გლიცინი, მე მგონი საკმარისია ხო? დიარას დროს არის საკმარისი. მოდი კიდევ ერთხელ ნახოთ ვიდეო. ვიდი გახსენე. საწყალი მაიმუნი, ნეტა იციან ზოპარკიდან წამოიღო. მე თუ დააკვირდები, კარგად მაიმუნი შველას ითხოვს, იქ აი ჩანს, რომ აი ხელით ესე აკეთებს, მიშველეთო. მართლა კორპორატიულია, მაიმუნს რა უნდა? და ის კალი. აი აქ შველას ითხოვს, აი. მოკლედ საქართველოში სიახლეები არის, განსხვავებული ამბებიც არის, გავიგეთ როგორ ყებს პატარა და დიდი ძაღლი, გავიგეთ ზოოპარკის გახსნას, როგორი სახელმწიფო როგორ გეგმავს ზოოპარკის გახსნას. შეიძლება არ გამოდიოდა გიას დამღერზე და ეს მაგი და მაგიტო გამოიტანეს, რომ საჭმელს გამოყვა. ბანანები ალაგია ზევიჯანს. გადავიდეთ სპონსორებზე. ძალიან შევღლიცინდით, გავიოფლე კიდევაც. გინდა და გინდა. მინდა გაეტრი არ მინდა. ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი. სანდომს აქვს ახალი ტკბილეულობა, ნუგბარები, რომლის შიგთავშიც არის გარგარი, ფინიკი და ნიგოზი შოკოლადში ამოვლებული. ასევე მე
ყლაპზე ვგიჟდები. ამათი ყლაპი ვინც გსურთ უშაქრო ნუგბარი, ამათი ყლაპი არის უგემრიელესი. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელ-მეტლახი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. მიჰაუსში ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ხანგრძლივი ენერგიისათვის, საუკეთესო ინგრედიენტებითა და ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი. წარმოებულია საქართველოში წყალი მარგებლის ქარხანაში და ეს არის ბუღა. ჩავცქრიალოთ. ხმა. აი ჩაცებულს არაფერი სჯობია. ძალიან კაია, ზაფხული სიგრილეში ბუღა არის იდეალური. ასევე მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია საფერო, რომელიც არის ქართული ბრენდი და ქმნის უმაღლესი ხარისხის სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს. ჩემი თმა ისე ლამაზად რომ გამოიყურება და ასევე სახე და თლიანი სხეული საფეროს დამსახურებაა. ასევე ჩვენი გადაცემა იწერება podcast point-ში, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი როგორც გადაცემები, ასევე პოდკასტები და გადაცემა სარკასტიკაში, რისი დროა? ზარების დროა! თან ზარებთან მთავარი აღსანიშნავი ის არის, რომ რატო რეკავთ მშვიდად, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არის ვამელისი და მამშვიდებელი საშუალება, ვისაც გინდათ მშვიდი ძილი, მშვიდი ნერვები, ვამელისი და ასევე ინსტრუქცია წაიკითხეთ, თუ სხვადასხვა შემსრულობით არის კიდევ. ასევე ნაზღო, თუ მინდა ხომ უფრო სექსუალური, რაღაცა მოთენთილი და კნუტური ხმა მქონდეს, ვისაუბრე თორეოს. და იმენა, კაი, გადავიდეთ ზარებზე და პირველი ადამიანი იქნება, რადგან შეინახე რომ გია სურამელაშვილი არ ყოფნის. არ ყოფნის. ვინ იყოს პირველი? აიდე! კაი, მე ხელმძღვანელი ვარ, არ შეიძლება. პირველი ზარი იქნება გია სურამელაშვილთან, რომელიც საგურამოში იშენებს სახლს, კერძო სახლს და დაურეკო და უთხრათ, რომ არაკანონიერად შენდება ეს სახლის შენებლობა და უნდა დავანგრიოთ. ან თვითონ დაანგრიოს, ან ჩვენ უნდა დაუნგრიოთ. პროექტი არ არსებობს მინის. კცე. სად არის ზარების ის ღილაკი? ამ ტელეფონს ხო ვერ გაუგე, გავიდა 10 წელი და ვერ გაუგე. სამბობ, მამიკო. სად არის? აი ვიპოვე. უკვე ეზოს ვამწორებ, მამიკო, რა სახლი უნდა დაანგრიო? ვურეკავთ გია სურამელაშვილს. რო არ იღებს? არასოდეს. ეს მას ხო არ დაურეკოთ და უთხრათ რომ ვურეკავთ სამშენებლო დეპარტამენტიდან რომ გვიპასუხოს. ვურეკავთ ეს მას. გიას მენეჯერს ვურეკავთ. ხო ჩაიხრჩნენ აუში. ბატონო. ალო, ქალბატონი ესმა ბრძანდებით? ქალბატონი ესმა ჩვენ სამშენებლო დეპარტამენტიდან გაწუხებთ, გია სურამელაშვილს ვერ უკავშირდებით და იქნება უთხრათ რომ ვურეკავ და გვიპასუხოს საგურამოს სახლთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეხლავე. კარგით, ვურეკავთ, კარგით. კაი. ხოიცი გეძეცხოროს ახლა გადავა. არა, დაურეკავს პირდაპირ, რატო გადავა? აიღე ბიჭო გირეკავე. იქამდე სანამ გია გვიპასუხებს, გავაფუილოთ პოცი. აი, ვერ გასწავლე. თიჩი ნუ მირტყავ, ჩხილი დამიზიანდება და ერთხელ თავს გაგიტეხავ ამის გამო. ისწავლე პაცეტო. ვაფშე არ უხდება მაგას, აი. უხდება, როგორ არა, ყოველთვის ერთ ფერებში კი არ უნდა უნდა იყოს. იყიდო ფერებში, სხვადასხვები ქონდეს, ნახე როგორ უხდება. ნანი ელვარე. დარაბირამ ციყვარულის მსღერვალე. ესმა. ალო. ალო. დიახ. რომელი ხარ თქვენ? სამშენებლო დეპარტამენტიდან ვრეკავთ საგურამოს განვითარების ფონდიდან. კი და მე დამიტოვე თაბარა შეტყობინება. არა, პირადად უნდა გავესაუბროთ ბატონ გიას სახლთან დაკავშირებით. და რა ხდება ამ სახლთან დაკავშირებით? ჩვენ ვერ გეტყვით ამ ინფორმაციას, თვითონ გიას უნდა მივაწოდოთ პირველ წყაროს და მე გია უკეთ უნდა გეტყვით მე თქვენ. კაი. რამდენ ხანში დავრეკოთ? დაგირეკავ და გეტყვით. კარგით. მე მგონი შემოღობილი აქ და შენ. ეხლა ვურეკავთ თაკო ჩარკვიანს, პოლიტიკოსს და ვეუბნებით რომ ლეიბების რეკლამაში გსურს რომ გადავიღოთ. მატრასები. რომ გაწვეს. თაკო მინდოდა?
ქალბატონო თაკო, გამარჯობა, ჩვენ სარეკლამო კომპანიიდან გაწუხებთ. ესეთი შემოთავაზება გვაქვს თქვენთან 2 წამი რო დაგვითმოთ. ჩვენ გვახსოვს თქვენი სლოგანი, აი ყველანი დავყაროთ მატრასები და გავწვეთ ლეიბებზე. და აი ლეიბების კომპანიას აქვს ესეთი შემოთავაზება, მათი სახე რო გახდეთ, რომ აი დავაგდებთ ამ ორშრიან მატრას და თქვენ რო გაწვეთ. მე ვარ მუსიკოსი. შეგიძლია დაუკრათ თან იქ, ანუ მე ვარ კი მუსიკოსი, ოთები და სმენა მაქვს და ეხლა ნაცნობ ხმამეს და არ ვიცი ვინა, ნაზღაიძე მოგონებს. ნაზღაიძე, ჯიმში ტაშვილი ვარ მე. ხო, გასაგებია. ეთიკა ჩემი იდეა იყო, მაგრამ არ გაყარეს ლეიბები. არ მოუვა ოპოზიციაში. ხო და ამიტომ აი ჩვენ გვინდა რომ აი ჩვენი სახე იყოთ ამ ორშრიანი ლეიბები გვაქვს. აღარ მინდა ეგამბავი. ეხლა აი ძალიან დაჭირდათ უკვე ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა ეგამბავი. მე მგონი უკვე მინდათ ლეიბები და რამდომ უფრო მათ რომ დაურეკოთ ჩუბია. იცით, გაჩუქებთ ორ ლეიბს, ორ კაციან ლეიბს გაჩუქებთ. სასწაულის შეთავაზება გვაქვს. არ მინდა ვაკეთოთ დიდი მადლობა იმათ შეთავაზეთ. კარგი. ან ხელისუფლებაში ვინმე შეთავაზეთ და აი კონკრეტულად ვის რო გითხრათ, ვინ არის დაინტერესებული. ეს რომ მოიფარავე. ხელისუფლებაში და აი რო დაწყებიან და ძალიან რომ დასუქდებიან, აი ლეიბი დაჭერდება და რომელიმე მიგონაო, ასე რომ კარგად გასაგებია. კარგით, ნახვამდის. იმენა ქალმა ჩაგვიძაბა. თაკა ისმენა მაგოდა თან რაც დაიმსმე. პოლიტიკურ გაწახდებებს იბადა. გიას დაურეკოთ ისე მოიცოდეთ სამე. ურეკავთ გიას ურამაშულს. ალო. გია მინდოდა? ვინ ხართ? სამშენებლო დეპარტამენტიდან გურიის საგურამოს განვითარების ფონდიდან. ჩვენ გავიგეთოთ თქვენ საგურამოში აშენებთ სახლს, ვიდეო რგოლი ვნახეთ. და ეხა გააჯოქდა. ეგ ვინ სხელა ძალიან აგრესიული. არაშენი უკვე. ალო? ტრაქში პალო რა გიდა ბიჭო შემეშე. იცით რა, უკაცრავად მე გელა მქვია. არა, ტოლება აგერ მაკოცებ ტრაქზე და უნდა დავანგრიოთ თქვენი სახლი. კიდე მაკარას ხელა. კუიტიშა. კაი, ნუ. არიღებს ხა. რაც იყო, არ იყო ცუდი. ურეკავთ ზურამ ხეიძე ფსიქოლოგს. ალო, ზურა მინდოდა? ისმენთ. ზურა, გამარჯობა, იცით თქვენ ვიდეოებს ვუყურეთ, ძალიან მომეწონა, ჩემი მეუღლისთვის მინდა დახმარება და როდის შეძლებთ აი რომ მოხვიდე ჩვენთან რომ დაელაპარაკოთ? სად უნდა მოვიდე უცრავად? ვაკეში აბაშიძის 42-ში. ხო, მაგრამ მე ასე არ დავდივარ ჯერ ფსიქოთერაპევტი არ ვარ. თუ რამეს ვარ. არა, კოუჩური რჩევები უნდა აი რაღაცნაირი. არა, მე ამას ვაკეთებ, რომ მოთხოვნა ხალხის და დაკარგულოს სხვა საკითხებს როს. აი რო გადავიხადოთ და მოხვიდეთ. ნუ აი არ არის ჩემი ბიზნესიც არ არის, ეს უბრალოდ ადამიანებს ავთი შედეგი რო დგება და კარგად გზნობენ თავს, იმიტომ ვაკეთებ ამას ხუთ შაბათობით კლინიკაში თუ ვინც შეეძლება. აი ეხლა რო დაელაპარაკოთ გელა მიდი. ბატონო ზურა, ძალიან სვდათა ვარ და თქვენი შველა მინდა. და რა ხდება რა შეაბასაკო? აი, დაძაბული ვარ სულ და ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. რის გამო რამე მოხდა? აი, ოჯახში მინდა რომ მარტო ვიყო და ბევრნი ვართ. საკუთარი სივრცეს ვერ პოულობ. და რამდენი ხართ ოჯახში? 12. სამოთახიანში 12. გავიგე, პრობლემური არის. საკუთარი სივრცის არ ქონა, თავისთავად პრობლემურია და დახმარება კი არა, მაგას რაღაცნაირი გადაწყვეტა უნდა და რა ვარიანტები არსებობს? ცალკე ოთახიც არ მაქვს და ზალაში მაძინებენ. გავიგე, როგორ გექნება 12 თუ ვარ სამოთახიანში.
ოჯახიდან რო წამოვიდე და თქვენთან რომ მოვიდე სანამ მდგომარეობიდან არ გამოვალ 2 ან 3 თვე. სერიოზულად ამბობთ მაგას? ისეთ მდგომარეობაში ვარ თქვენ რო დამინახოთ სახეზე მიხვდებით რომ ამაზე სერიოზული საუბარი დიდი ხანი არ მგონია. გავიგე, მაგრამ ჩემთან როგორ ფიქრობთ მე მაგ დამატებითი სივრცე თუ არ შეგაწუხებთ საერთოდ. თან თქვენ ისეთი დაკავებული ხართ სახლიდან რო გახვალთ სახლსაც მივხედავ. თან თქვენი საუბარი მომშვიდებს. ძალიან. ეხა ისეთ დამშვიდებული ვარ. ძალიან. მიშველით. მოიწრა. ეგეთ სიტუაციებში რანაირად უნდა გიშველოთ წარმოიდგინეთ. არ ვიცი. მითხრეს რომ ზურა გიშველთ და თქვენ თუ არ ამშველით, მაშინ არ ვიცი რა გავაკეთო. არაფერი ოთახი ისაა სივცე უნდა მოძებნოთ. ეგ არ არის ესეთ მაგ სივცის არ ქონის გამო თქვენ გერას როდესაც ბევრს ექნება პრობლემა 12 ლით ხართ ერთ ოთახში თუ სამ ოთახში. ხო და თქვენ შეგიძლიათ რომ დაელაპარაკოთ და უთხრათ რომ წავიდნენ ესენი და დამტოვონ მარტო. ეგ ხო თქვენი ოჯახის წევრები არიან, სადმე წავიდნენ. ამათ უყურებ 36 წელია და არ მინდა მათთან ახლა. თუ უნდა თქვენთან წამოვიდნენ, ან ვაფშე წავიდნენ. კარგი, დამალაპარაკეთ. ალო? მასე რა გინდათ მეთქოთ რომ პრობლემა არის 12 მეხართ სამ ოთახში? დიახ, ასე იძახის. აბა რამდენი ხართ რომ? 12 ვართ. ხო, რადგან იძახის იგი 12 მეხართ. ხო, ახლა ნახეთ რა ვარიანტები გაქვთ რომ რაღაც ვარიანტში ან შეგიძლიათ თუ არა ასე თქვათ. აიღოთ რაღაცა ფართი, ან იგირავოთ დროებით. ამას თქვენთან რომ გამოუშვათ დროებით, აი გადავიყით ყველანაირ ხარჯებს. მარტო ვერ ტოვებთ და აი ვიღაცა უნდა გვერდში და თქვენ და გამოუშვებთ, თქვენ ხო მთელი დღე გარეთ ხართ და ეს იქნება სახში, მარტო არ შეგაწუხებთ. კარგი, არის სერიოზული ლაპარაკია უკვე, კარგით? ანუ არ დაიტოვებთ. ნუ არის სერიოზული ლაპარაკი და ან არასერიოზულად ვშევებთ და მაცდენთ, ან ყოველ შემთხვევაში მე ამაში დახმარების გაგაცევა არ შემიძლია. კარგით, მადლობა. კაცი ჩამოიშალა. დღეს კლიენტებს არ მიიღ, პაციენტებს არ მიიღებ თუ კლიენტებს. მე მეგონა იქ ყველაფერში დამეხმარება. შეცან მომიკვდე. ზურასგან მაგას ნამდვილად არ მოველოდი. აი, ნამდვილად ყველას. ეხა დავურიკოთ ადამიანს, რომელიც გვინდა სტუმრად გადაცემაში, თან ამავდროულად გვეშილია. რა ვთქვი? შეგეშილია, ოკეი. მე მოხვედრილი გაგვიყვება. გვეშინია, დავურიკოთ ჰალკის. მის სალონში ვიყავით, მას აქვს საგრუმინგო, ძაღლების საგრუმინგო სალონი და ვითომ ერთი ყვერი მოშჭრით ძაღლს. შემთხვევით და გაკრჭის დროს. ლენუკა ძაღლს დაამართეს, სიმართლე რო თქვა, ესეთი რაღაცა სხვა სალონში. მართლა ხო თქვა თვითონ და ცალი ყვერი აღარ აქვს ძაღლს. ჩემ ლენუკას ვარ. შეცვლი ხმას. მომე. ჰალკის ურეკავთ. ალო. ალო. მე მან გამარჯობა, იცი რატო გაწუხებთ? ჩემი ძაღლი მყავდა თქვენთან მოყვანილი და ცალი ყვერი მოჭრეს. ვაიმე. ანუ ეხა ერთი აქ? კი, ორი ქონდა. ორიანი იყო? კი. დამეხმარებით? რითი შეიძლება რომ მოვიყვა და ორყვერიანი გამომატანეთ. დავრეკავ, აბა გავიგებ თუ შეინახეს. შენახული რა მინდა, ძაღლს მინდა რომ კონდეს. ხო, მაგრამ თავში მეხუნდა დაუბრუნოთ, თუმცა სწორ დავაყენე. დააყენებ რა, პაკრეშკა თუ რა არის? დააყენებ, ეს იაყენებ ძაღლებზე ყვერებს თუ ვერ გავიგე. ცოტა სერიოზულად მიუდეკით ჩემ პუპკუს. ისე ნერვიულობს რომ.
არ ვიცი, გადანახოთ შეინახეს. მაშინ ასკეთოს. ხოთო შეინახეს არ ვიცი, მე გიჩვენებთ. ეხავე წამოვიყვანო ძაღლით. საქვია. პუპკუ. რავი ხა ერთ ყურა ძაღლსა დაუძო უკვე აღარ ვიცი. ცალყურას ამაზა რა გიდა. ისე ყოფილა მომენტი რომ მართლა ისე გაგიკრეჭიათ რომ ერთი ყველი მოგიჭრიათ. ლენუკას ძაღლს მოჭრეს ეგრე და? ხო. ლევან ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხე. დაიხარ წარადა. მოდი ხა დაურეკოთ ლექსენს და უთხრათ რომ ბებია გიждდებოდა მის რეპერტუარზე და თუ შეიძლება სამძიმარში 1-2 სიმღერა გაგვირეპოს. ურეკავთ ლექსენს. ალო, ლექსო მინდოდა. ალექსო გამარჯობათ, მე თქვენ არ მიცნობთ, მეც არ გიცნობთ ესე, უბრალოდ მითხესო დამერეკა თქვენთვის. ჩვენ ნახეთო თქვენ დაბადების დღეებზე და ღონისძიებებზე მღერით ესე რომ გადაიხდიან თანხას და აი ჩვენ ძალიან გვინდა რომ აი ბების სამძიმარზე რომ რამოდენიმე სიმღერა გარეპოთ. ძალიან უყვარდა თქვენი შემოქმედება. და თუ ძალიან მოგვეწონება, მე 40-ზეც დაგტოვებთ. ანუ არ გინდათ გადავიხდით თანხას, უბრალოდ ძალიან უყვარდა თქვენი სიმღერები. ნუ რეპი. სულ იძახდა რომ მე ვარ თიკო სადუნიშვილი და ლექსენთან ერთად დუეტი მინდა. ისე წავიდა ვერც გახდა თიკო. სულ რაღაც რამოდენიმე რეპი რო შეგვისრულოთ. ბევრი არ ბატონო? რამდენ ხანში დარეკავთ? კარგი, გელოდები. თუ არ დაგირეკავთ, გვეჩქარება ძალიან. თუ არ და მე კაბოს უნდა უთხრათ ან რა ვიცი, ძვალს ან ვიღაცა. კარგით. მე რა უჟმური ბიჭი ყოფილა, მერთო. პირველად დაურეკეს. ვურეკავთ რეპერ მასტერას. როგორც გავიგეთ, ბინებს აქირავებს დღიურად. მალე სწრაფად შედი როლში. ალო, კიო გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად. რატო გაწუხებთ იცით? თქვენი ბინის აღება მინდა დღიურად. რა არის თანხა? ვაჟაზე რო აქირავებთ ბინებს? ვაჟაზე ვაქირავებ? ხო, მასტერა ხართ, რეპერი. კი, მაგრამ ძალიან ადრე არ ვაქირავებდი. ვაიმე, ისეთი კმაყოფილი გამოვედი მაგ ბინიდან, რომ აი არ ვიცი, აღარ გაქვთ ხა ბინები? არა, ის ვაქირავ. ანუ ალბათ 3 წლის წინ ვაქირავდი თვიურად. დღეზე არასარ გამიქირავებდი. არ ვიცი რა. ისეთი კმაყოფილი დავრჩი მაგ ლოგინიდან მაგ 2 წლის იყო შესული ადამიანი და მაგას გულწრფელია. ეხა არ გაქვთ რა 2 საათით რო ამიშვათ რომელიმე თქვენ ბინაში? არა 2 საათი და ეხა ის კიდე. აუ, არ მინდა ამის გამაზვა. ძალიან ფულზი არ არის. თუ დაიკო არ ვიცი. ფულზი არ არის პრობლემა. ვაფშე ფეხზე დავდგებით, ისე გავაკეთებთ, არ დავწობით, არაფერს არ გაგიჭირათ, თავარია. ფეხზე ვიდგებით. დამეხმარებით? სულ თქვენ მინდა რომ ორი ნიუსი გვაქვს. ბინებს დამძვა და ფეხზე დამდგომერის ტექსტი თუ როგორ თქვა ფეხზე მდგარი სექსი არ მე გამიგია რომ თუ თქვათ ქირაობ საათობრივად და დალაგებული არ არის შეგიძლია უთხრა რომ აი არ გვინდა დაწოლა ფეხზე ვიდგებით უფრო დაბალ ფაში. აი შენ ეგრე შედიხარ ხომ? არა გამიგია. ვაიმე, და რატო ჩაუვარ და ბიზნესი რატო არ კითხე? ხაცა მაგრა იგულავ. მოკლედ ეხლა დაურეკოთ გიორგი გუგავას სტუმართან ახლო კომუნიკაციაშია. გუგავა მოვა. გაგეჭედათ მილები. გუგავა მოვა. არ არის თბილისში სინათლე. გუგავა მოვა. თქვენი ბავშვი არ ჭამს საჭმელს. გუგავა მოვა. რამე დასალაგებელია? გუგავა მოვა.
ქმრები გალატობენ. გუგავა მოვა. გიორგი გუგავას ურეკავთ. ბატონო. გიორგი მინდოდა? გიორგისმენ? გამარჯობათ, როდის მოხვალთ? სად მოვა? განცხადება ვნახეთ, გუგავა მოვა. ელექტროენერგია რაღაც პრობლემა მაქვს, სინათლე გაითიშა სახში. გაგითიშა? დიახ, რამდენ ხანში მოხვალთ? კი, დამელოზე და მალე მოვა. კარგით, მის სამართ ჩაგიგდებთ. აბაშინც. კარგით. ეხა მეორე ნომრიდან დაუხრეკო და შენ ვთხარი, ეხა სხვა რაღაცა. მშობიარობა დამეწოდა რამდენ ხანში მოხვალთ? კცე. ურეკავთ ისევ გუგავას. იგივე ნომრით არ დაურეკო. თავი ადგი და სიცი. დღეს ცუდათა ვარ, მართლა თელი დღე. ბიდი. გიორგი გუგავა. გიორგი სასწრაფოდ არა. ბატონო გუგა, წყალი დავხარე რამდენ ხანში მოხვალთ? ბატონო? წყალი დავხარე რამდენ ხანში მოხვალთ? წყალი დავხარე. კი. ორთი ძე ვარ გახსნილი უკვე. და მეხმარებ. მშობიარობის დროს მსგავსი რაღაცები ხوارში. კარგად მოისინჯე და მე მგონი შეგაცაგა. კი, შიგ მაგ ბავშვია შიგნით. სანამ გამოვა. დამოსარი უმორი გაგამოდის რა ქვემეთი ის ვერაფერი ვერ ნახეთ ახლა ხო? გუგავა მოვაო და გთხოვთ მოდით და გამაჩენინეთ ბავშვი. კაიგაც. ბატონო გუგა არ მიმატობოთ. ავაგეგადრება. ეხლა აუცილებლად. გთხოვთ დამეხმარეთ. კარგად მოისინჯე, ჩიქუ არა. მოვისინჯე ბატონო გუგა ბავშვია შიგნით. როგორ ხამოვისინჯო? მოდი ხართ და რაშვებით. ალო. გთხოვთ დაიცადოთ. Please wait. აი შალვა ნათილაშვილია მოსაკალავი. ხო თქვა რომ გუგავას დაურეკეთ მოვაო. სად არის? მაგიტო ვერ მოიგეს არჩევნები. ვინმე დაგშაგრავს? გუგავა მოვა. თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა. ავად გახდებით? გუგავა მოვა. ბანკი მოვა გამოსასახლებლად. გუგავა მოვა. წყალი გასხდება? გუგავა მოვა. გზა გაითხრება? გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს გვერდით. არ მოვიდა. ბავშვი არ ამშობ, ანუ ქალი არ ამშობი არა. სინათლე გაითიშა არა. და არ მოვიდა. ხმამით მაგიტო ვერ მიიღეს. ზარები იყო პოცის გარშე. არა, ეს როგორ არიცი? აი, როდესაც ზარები გამოგივიდა და კმაყოფილი პოცის აფუილე. აი, როდესაც თამაზა ღებულობს პტორეოს დაუნდობელი ხდები. არის დაუნდობელი. მოკლედ მეგობრებო, სანდომი არის ჩვენთან, მიჰაუსი არის ჩვენთან. მიჰაუს თუ რემონტის მეგობრებო ზაფხულში დაგჭირდა და სახლს არემონტებთ, ისეთი ფასები აქვს ნაზღო რომ აი შოქში ჩავარდები და თუ აქცია დაემთხო ვაფშე აი კაპიკებში. ასევე ჩვენთან ერთად არის სანდომი, რომელმაც გამოუშვა ახალი ნუგვარები, ფინიკი და გარგარი, ნიგოზი და ყველაფერი ეს მოქცეული შოკოლადში და უგემრიელესი ტყლაპი, რომელიც არის უშაქრო, ვინც ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეს ტყლაპი არის თქვენთვის ეს ნუგვარი. ბუღა ჩვენთან არის, რომელიც გაგვიგრილებს ყოველ საღამოს, იმიტომ რომ ცხელა და ჩვენ გადაცემაში გჭირდება. რაღა მოგაწყ აღარა მაქვს დაბლი. რა სწრაფად სვავ, გაატრაკე საქმე რა. ახლა კი გადაცემა სარკასტიკაში. იცი, ნაზღო, შეგიძლია ეს ტყლაპი რო არ გაგითავდეს, ხახაზე მიიკრა, იცი, მე ილოკავ ხახაზე, ხარ თელგრამ. ღმერთო მიშველე. გადაცემა სარკასტიკაში მოვიდა სტუმრის დრო. დღევანდელი სტუმარი არის პოლიტიკოსი, ინფლუენსერი. ინფლუენსერი ოდიდან გახდა? ტიქტოკერი, აბა, უამრავი. ტიქტოკერიც უკვე. ადამიანი, რომელიც უშვებს ყველა თაობის მთავრობას.
1 2 3 თვითონ რჩება და რჩება. მე მგონი იმას კარგად არის ოპოზიციაში პოლიტიკაში. Down dictator ჩვენი სტუმარია შალვა ნათელაშვილი. და გადაცემა სარკასტიკაში სტუმრის დრო მოვიდა და ჩვენი სტუმარი არის პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი ადამიანი, კარგი იუმორის მქონე, კარგი მოსაუბრე. აბა. და ადამიანი, რომელსაც არ მიეცა შანსი, რომ გახდეს ამ ქვეყნის მართველი, ჯერჯერობით არ მიეცა შანსი, შალვა ნათელაშვილი. მადლობთ. ბატონო შალვა, მოგესალმებით. სამაგრო თქვენთან მომეცა შანსი, აგერ პრეზიდენტად ვარ გამოცხადებული. აბა, ჩვენ გაძლევთ შანსს. ესე იგი, მართლაც ბუღა ჩვენთან არის სანდომის ახალი ტკბილობა. იმედი ხმასაც მოგწვევენ. ესე იგი, მოკლედ რო დავიწყოთ, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვენი მოწვევა გადაცემაში არის ძალიან რთული. კი. არ გცალიათ, სულ საქმე გაქვთ. სულ ტელევიზორში ხართ, თქვენი საქმიანობით ხართ ძალიან აქტიურად ჩართული პოლიტიკაში და აი რომ მოხვედით ჩვენთან უდიდესი მადლობა. იმიტომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო თქვენ პირველი დღიდან, რაც გადაცემა სარკასტიკა დაიწყო, პირველი დღიდან YouTube-ში, სოციალურ ქსელებში იწერებოდა შალვა ნათელაშვილი მოიწვიეთ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა, მე არ შემეძლო სტუდიაში მოусვლელობა ფაქტორთა გამო, ჯერ იმიტომ რომ ახალგაზრდობას ვცემ საოცარ დიდ პატივს და მიმაჩნია თავი მათ უმცროს თანაშემწედ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეორე ჩვენი დამოკიდებულებაც მე არ დამოვიწყდება თქვენი ძალიან საყვარელი ბებიის საქმიანობა ფასენაუში რომ ჩავდიოდი შეხვედრებზე პირველი ის ხვდებოდა ის მაცილებდა ის იყო ჩემი პატრონი ნათელი დაადგეს და ნამდვილად მისი შვილიშვილის თხოვნაზე მიუხედავად იმისა რომ მას თავისი ავტორიტეტი აქვს უარს ვერ ვიტყოდი ვერცერთ ბებიაჩემ თამარა მაინც გაჭრა ესე ეს უმცირესობაში ორი ფასანაურელი ხო ორი ფასანაურელი რეალურად ორი ფასანაურელი ვართ ხო შენს ორი მართალია ფასანაური გავქოცდა მაგრამ ჩვენ დავქოთ ფასანაურელი რატომ მე ყوار გავქოცდი ხო მე და თქვენ კარგი ეხლა მაინტერესებს რატო არ ჩაგაბარეს ეს ქვეყანა აი რატო არ მოგცეს ის ერთი შანსი რამდენი წელი ეძახით რომ აი მომეცით რა ჩამაბარეთ ეს ქვეყანა იმიტომ რომ ეს ქვეყანა ჩააბარეს ეშმაკს ესე უნდა ეხლა ეშმაკს რომ უნდა ადამიანი ჩაბარდეს ხო იმას ვერ გააჩერებს ვერანაირი ძალა ხომ ეშმაკამდეც ხო იყო კიდე წინა პერიოდი მაშინ რატო არ ჩაგაბარეს მაშინაც არ ნაკლებ ეშმაკებს ანუ ეშმაკ და შეუბნებოდნენ სხვათა შორის უფრო პოლიტიკურ ტექსტებში და ფორმატით მაგრამ ნუ ვერ გაიგესო უკანასკნელი შანსი საქართველოს გადარჩენის და ჰი ეხლა დადიან და ტირიან და მოთხოვენ და აბა სად არის სანქცია აბა რატო არ ამხობთ აბა რატო გვპირდებით მარტო რატო ლაპარაკობთ აი ესე იცის აი ჩაგაბარეთ ერთი შეცდომა საარჩევნო უბანზე ჯდება 10 წლეულების ფასი. აი ბატონ შალვა, აი მაგალითად ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა. აი მაგალითად ჩაბარებული გქოთ, აი რა შეცვლით ეხლა ამ ჩაბარებამდე სარკასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ სარკასტი ბოროტი უმორია. არის. მაგრამ თქვენ კეთილები ხართ. ნაწილად. მე ასე მგონია. ამიტომ უფრო შეიძლება სახელი სხვა ჩვენ არ დავხურავთ სხვა დაერქვას თქვათ ირონია რამე ეგეთი ხო ხო და აი ჩაგაბარეთ ქვეყანა აი ჩაბარებული გაქვთ აი რაც შეცვლიდით ამ ქვეყანაში პირველი რაც გააკეთეთ აი საინტერესო ახალგაზრდობა გვიყურებს ეხლა ძალიან ბევრი დიდი თაობაც გვიყურებს და ახალგაზრდობაც აი რაც გააკეთეთ ერთი პოლიტიკოსი ხალი იმან თქვა ჯერ ყველას დავიჭერდიო ჯერ დაჭერები დაიწყო ჯერგოლეიშვილი ხალხს მივცემდი საშუალებას ეცხოვრა იარსება ებედნიერა თავარია პოლიტიკოსმა ხელი არ შეუშალოს ხალხს რომ მათ იბედნიერონ იშრომონ შექმნან მომავალი გზა გაყვალონ ანუ თქვენ არ შეუშლიდით ამ ხალხს ცხოვრებაში ხელს შეუწყობთ ყველაფრით ხო და აი რაში გამოიხატება ეს ხელი შეწყობა ხელი შეწყობა გამოიხატება იმაში რომ პირველ რიგში ტროტუარზე დგომის გამო არ დავიჭერი აზრის გამოთქმის გამო თუნდაც გინების გამო არ დავახვედრები არავის არ ვაცემენ ეხლა ხო შემოიღეს კანონი კომენტარს დაწერ ცუდკო რა ვიცი ჩვენ რა ზუგვაგინებენ არავის არ იჭერენ იქიდან და რა ვიცი ეხლა ბატონო შალვა რისერს რო ვაკეთებდი ის თქვენი კომენტარი ამოვარდა და ეხლა რომ მსგავსი კომენტარი გაიკეთებინათ აი იმაში თავრობაში შეხვალთო თუ ვინ შევლენო და თქვენ რო ჩამოთვალეთ ესენი ყველა ბოზბანდა იქ იქნებოდაო და მსგავსი კომენტარი დღეს რო გაიკეთებინათ ეს ბიჭი როა ხო იმ რუსული გადაცემა რომ იყავს ხო
ხო და დღეს გააკეთებდით ამ კომენტარს? ამ კანონიდან გამომდინარე. კი, რა თქმა უნდა, როგორ გავაკეთებდი? მე არავითარი შემზღუდავი ბარიერებმა კომენტარებში უბრალოდ ვიცავ, ეხლა ლიტერატურული ცენზურის ნორმებს. ანუ არ ვიგინები, მაგრამ ლიტერატურული შედარებები, იგივე რაც მაშინ უცხარი ბოს ბანდა, არის სრულიად ლიტერატურული. და სამწუხაროდ ტრაგიკული რეალობა დღევანდელი მთავრობა წარმოადგენს აი ამ ბოს ბანდას. კაი. სულიერად. უნდა გადავიდეთ. მაინტერესებს თავიანთ ორგანოებს სად გააკირევებენ და რა თქმა უნდა. ეხლა უნდა გადავიდეთ ერთ-ერთ ისეთ ამბავზე down dictator. In the Roses Revolution Georgia, roses are wilting. We demand from Washington, down we dictator. Down we dictator. Down we dictator. Okay, yes, man. ეხლა რა იყო მან, ანუ გაიძულეს მან გამოსვლა, ეს ტექსტი არის სწავლით, თან ფურცელზე კითხულობთ მაგ ტექსტს. თან არასწორად კითხულობთ. ხო. რა მოხდა? თელმა საქართველოს ხელისუფლებამ ქართულად არის წერა კითხვა და ლაპარაკი. ახლა მე შექსპირის ენაზე რომ თლათ ისეთი არ მომეკრიფა რა ქვია, რაღაცა გვირგვინები დაფნის, ეს საკვირველი არ არის. რა მოხდა მან ჩვენ დავნიშნეთ მიტინგი. მათ მიტინგებს ვატარებდით ხოლმე ჩვენ სააკაშვილის დროსაც მათ შორის. ანუ ვიზა გქონდათ? ნებართვა. ვაშინგტონის მერიდან. აბა ისე რა შევდარეთ, ხო. მიტინგი დავნიშნეთ, მან ჩამოვიდა ქართველი ემიგრაცია ნიუ-იორკიდან, ფილადელფიიდან, თვითონ ადგილზე ვაშინგტონიდან ხალხი ესწრებოდა. ქართულად ვიმიტინგეთ, როგორც შეგვეფერება და იქ ბოლოს აინტერესებდათ ეხლა იქ უცხოელებს. იქ კიდევ ლიბიელები მიტინგობდნენ დიქტატურის წინააღმდეგ. ხო. და კიდევ რომელიღაც აზიური ქვეყნის წარმომადგენლები. ხო და ნუ იქ იმ საერთო ხოს რო გაეგოთ, რომ დიქტატურა უნდა დაემხოს და ძირს, რო გაეგოთ, აი იქ იყო მეტი. მაგ ინგლისურით გაიგეს მე რა. აშ უკრავდნენ. დიქტატურა გაიგეს მე მგონი მაგრამ. უბრალოდ down dictator. რა კენთ გაუმჯობესეთ ინგლისური თუ მაგის მერე? თუ აღარ გიფიქრიათ ინგლისური? დიდი პოლიგლოტი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი საკმარისი ინგლისურიც ვიცი და ჩინურიც. ხო, მაგრამ იმის მერე მეგონი აღარ გიფიქრეთ ინგლისურად თუ გამოხვიდეთ სიტყვით. ჯობია ისევ ქართულად და თარგმანი იყოს. საერთოდ ურთიერთობებში, დიპლომატიურ პოლიტიკურ საერთაშორისო ასპექტში მიღებულია რომ გამოხვიდეს შემშობლიურ ენაზე. ენაზე და გადათარგმნა. და ძალიან დიდ ქაჟობად ითვლება, რომ შეეცადო მათ ენაზე ამეთყველებას. ვერ იგებენ ისინი ამას სწორად, ფრთხილობენ, რადგან აი ეს მოლაპარაკებისა და პოლიტიკური ინფორმაციების გაცვლის პროცესი ძალიან ფაქიზია და სულ ერთმა ასწომ. ერთმა სიტყვამ. რა თქმა უნდა, შეიძლება ერთმა შედარებამ, ან უხეშმა მისი გაგებით ხუმრობის მცდელობამ შეიძლება ყველაფერი ჩაშალოს. ამიტომ აუცილებელია თარჯიმნის კონტროლი პროცესში. ეხლა მაინტერესებს აი ამდენი წლის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნა. გინანიათ ოდესმე პოლიტიკაში ყოფნა? ანუ გიფიქრიათ საერთოდ აი რატო მოვედი? რო არა პოლიტიკა ასად იქნება. ან სხვა გზით წავიდი. იურისტი ხარ თქვენ განათლებით ხო ესეა? იურისტი და დიპლომატიც. ხო და არ გიფიქრიათ რომ არ გინანიათ პოლიტიკაში ამდენი წლები რო დაგარგეთ. ეხლა რო არ დაგიმალოთ დღეში რამდენიმე წუთი მინიმუმ ნანო. ხო. რა დროს ნანო? ცოტნე დადიანად არ წარმოაჩენ თავს. რა დროს ნანო? ტელევიზორში ჩართავთ. უაზრობას, უმადურობას, მეკიტრებს, არჩევნების დროს მეკარტოფილებს, სულგაყიდულებს, უზრდელებს, გაუცნობიერებლებს საცხოვრობენ, არაპატრიოტებს და ასეთი ჩვენთან ბევრია და ბუნებრივია ნებისმიერი ასეთი და რა გაკავებთ აბა? ფაქტორი მაკავებს ის ჩემი სამშობლო და მაკავებს მომავალი, რომელიც ახლა იზრდება და კიდე დაიბადება. და ის ხალხი ვინც ერის ღირსებას წარმოადგენს ასეთ ამ იმედით გაქვთ თუ არა იმედი რომ თქვენ მომავალში აი ჩაგაბარებენ ამ ქვეყანას თუ აღარა გაქვთ მაგის იმედი ამის იმედი არც ადრე არ მქონდა იმიტომ რომ ხალხს ვიცნობდი მე კარგად ხო მაგრამ მოდის ახალი თაობა მოდის ახლა მე ეს ენერგია რაც დავხარჯე აი ამ ქვეყნისა და ამ ხალხის გამო ამ ენერგიის 30% რო გამეშო თქვათ რუსეთში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ბრიტანეთში ხო ამერიკაში ორჯერ ვიქნებოდი პრეზიდენტი
მუდმივად ვიჯდებოდი სენატში და კონგრესში. და სხვა ქვეყნებში. ანუ ხალხის ბრალია რაც ხდება. რა თქმა უნდა, ხალხს როცა არ შეუძლია განსაზღვროს ვის უნდა ანდოს თავისი ბედ, თავისი ქვეყანა. და ყოველთვის აკეთებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, აი აღარ აკმარაო? ერთხელ დაიჭრა ბიჭო, ორჯერ დაიჭრა, სამჯერ ჯარისკაცი მამაში რო აღარ აკმარაო? სულ შეცდომას რო უშვებს. იქ რა თქმა უნდა ძალიან შეუძლებელია გათვალოს საკუთარი პერსპექტივა, მით უმეტეს ძალიან მაღალი. იმის ბრალიც ხო არ არის თქვენი ამორჩევლის 50%-ზე მეტი ქალი როა? რა გაგებით არის ბრალი? ან ბრალი ის რომ არ არის კაცების აქტიურობა არ არის. კაცები აქტიურობენ არჩევნების დროს ხოლმე. აი მიდიან უბანზე, უბნებიან იქ მოხად ვიღაცები. ქალები უფრო აქტიურობენ და ქალები ძალიან ფაქტია რომ ამ ქალებით ვერ წახვედით. არა, პირიქით, ქალები ვისაც დაუჭერენ მხარს ქართულ პოლიტიკაში ის იმართება. მე მგონი თქვენ ვიზუალურად მოსუხართ ამ ქალებს. ეგ არ ვიცი, მაგრამ ერთი ქალბატონი შემხვდა იქ გავიარე კოვიდის დროს დავდიოდი ის რა ქვია ფეხით აქვე ვცხოვრობ თქვენ სტუდიასთან და ცირკის გვერდზე უნდა გამევლო და მე პარტიის ოფისში მივიდიოდი და ერთ ქალბატონი ძალიან სანდომიანი და ისეთი გადმოდგა და ბატონო შალო ჩვენთან სურათს თუ გადაიღებთო და მე ვთქვი რაზეა საუბარი გადავხვი ხელი გადავიღეთ სურათს და მე მითხრა რომ აი სულ თქვენ გაძლევთ ხმას მაგრამ მაინც ცირკთან დგავარ მოკდა გული აი კინაღამ ვიტირე გეფცები მე მეგონა რაღაცა გაგძერებ აი ხმას გაძლევ და მაინც არაფერი არ იცვლება ცირკთან არა პირდაპირ და არ ხარ მაგრამ ის სულიერად წმინდანია რომანტიკოსი არ ხართ რადგან ქალებზე გადავედით ახლა მეუღლე ყავთ ორი შვილი ყავთ მე ვფიქრობ რომანტიკოსია როგორ რაღაცა მე თქვენი ძველი ინტერვიუები რო წავიკითხე თქვენი ძახით რომ არა მეო ახალ ქალებს ძალიან მოუწონდიო ხო და ქალები აქტიურობდნენ მეო დიდათო აი რო გითხრათ ამ წეკრანითო თაიგული მაქვს ატანილიო რაღაცო გადაყოლილიო ამ ქალებს თავს ვაწონებ და ესე ქალებიო აქეთო ყოველთვისო მიხსნიდენო სიყვარულსო ხო ყოველთვისო აქტიურები იყვნენო მახსოვს როდის თქვი ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა დამეთანხმებით ალბათ თიელები ვართ ორივე და ჩვენ გზღუდავს მთის წესები და ისა ძალიან გრძნობების აქტიურ გამოხატვაში. ეგ მე მგონი ვაბრალებ თიულეთ რომ სიზარმაცია მე მგონი. ხო, საქმით უნდა გამოხატო და არა თქვა თეატრალური ჟესტებით. ეგ რა ისტორია, ერთ-ერთი ესეთ გოგო მომეწონაო. და ამ გოგოსთანო საცა ეკითხეთ მე აღარც მოხდა. შენ რა ისე მიყავს საუბარი ოჯახი არ დაუნგრია. არა, ძველი ისტორიებია თორე შალოს რომ ისეთი მყარი ოჯახი ყავს, ეგეთი ოჯახი ნაკლებია თბილისში. რამდენი წლიანი რამდენი წლიანი 35. ხო და მოკლედ არა ძველ ამბებს ვიხსენებ, სასაცილო ამბავია თქვენ ყვებით რომ ერთ გოგოსთან მქონდა ესეო ფლირტის დონეზე ურთიერთობა და ერთადერთიო რაც ვიაქტიურეო, წავიყვანეო სადღაცო იმდენი ვიცეკვეთო. წავიქეციო და დავეციო. აი ორივე დავეცითო და ისე დავეციო ნეკნები დაუზიანეო. არა, ნეკნები არ დაზიანებე, მაგრამ სასეონო მოგონება დარჩა ეგ იმ წრეში კი. და რა მოხდა, მოგვიყევით ეგ. არა, როგორც ახალგაზრდებს შევიათ ახლა დილამდე ცეკვა და კეიფი და ის მეშოულებრივია. და ის ნეკნების თქვენ ყვებით, ნეკნები დაუზიანდა, ისე დავეციო. არა, არ დაუზიანდა ნეკნები. არ დაუზიანდა, მაგრამ ნუ ახლა ზევიდან დავეცი ხო და ბუნებრივია ხა. რაღაც ეთკინებოდა. ძალიან კაი გოგონა იყო, ძალიან კაი, გადავცე მოკითხვას თუ გოგონებს. ეს ჭორი საიდან თუმცა აღარ შემხვედრია იმის შემდეგ, ალბათ აღარ. ისე დაიცით რომ რაღაც ადგებოდა. არა, უსმოთ წამოხდა გემ. ეს ჭორი რატო გაავრცელეს, რომ თქვენ სხვა ქალისგან შვილი ყავთ? ეს ვინ გაგივრცელოთ ეს ჭორი? მარტო ერთი ქალისგან. ხო, ერთი ქალისგან. ეს შეურაცხყოფა. ხო და ვინ გაავრცელა ეს ჭორი? არ ვიცი, ხელ პოლიტიკოსებზე უამრავი ჭორები ვრცელდება, რომ შვილები ყავთ, ძოლები ყავთ, ქმრები ყავთ, საყვარლები ყავთ. საერთოდ საჯარო სფეროში რო არის ადამიანი, ჭორებსაც უნდა შეეგუოს. რა თქმა უნდა. და ვერ დაედევნები ქვით ახლა ამ ჭორის გამორჩელა ახლა გამირცელე ჭორები ვენაში მაქვს სახლი, ლონდონში მაქვს, პარიზში გაქირავებული. ვაშინგტონში მაქვს. ამერიკაში გაქვთ ორი სახლიო. ორი სახლი ნიუ-იორკში მე და ჩემ შვილს ხო და ნუ რა თქმა უნდა ახლა რო არ დაგმელოთ არ სიამოვნებს ესეთი საშუალო. რო იყოს ეს ორი სახლი გესიამოვნებს. ნამდვილად მესიამოვნებს. ხო, მაგრამ ნუ ახლა გარდა ამისა ეს შეგინებაზე ვსაუბრობდით წაღან. საჯარო მოღვაწეს როგორც წესი ყავს მქებელიც და ყავს მგინებელიც, რა თქმა უნდა. მგინებელი მეტია. მათ შორის უცონზურო სიტყვებით. შენ არა გაქვს შინაგანად
და მორალურად უფლებო, რომ იმას გაეკიდო და იგივე თუ უპასუხო და მეტყვი დაჭერები დაიწყო და სასამართლოებში ატარო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტი გეკითხებათ, რას ამზადებთ ყველაზე გემრიელათო? და რა უპასუხებთ თუ გახსოვთ? რა გამოგდით ყველაზე გემრიელათო? რა გამომდის ჩაისადუღება ვითო? არა, მე ვარ ყველაზე გემრიელი. ხო. ჩაისადუღებაც აი ესე გამომდის რა. ჩამივარდა იმ დღეს ჩაიდანი და ფეხი დავიწვის ცხელი წყალი. ამ საკითხებში ძალიან ის ვარ გაუგთრელი შეიძლება ითქვას. თქვენი ფრაზებია ძალიან ცნობილი. ძალიან ბევრი ფრაზა თქვენ ახლა იუმორი გაქვთ ფანტასტიკური. საიდან მოგდით ეს იუმორი პირველ რიგში ეგ მაინტერესებს. ანუ აი ეს წინასწარ არის მოფიქრებული ადამიანზე რამე რო თქვა თუ აი იმ წამსვე არა წინასწარ იმპროვიზაციით წინასწარ მე არც არაფერს არ ვგეგმავ, არც არაფერს არ ვწერ და არც ვკითხულობ თუ არ ჩავთვლით იმ დაუნვიდიქტეიტეს და ხო, აი წაიკითხეთ და მაინც ასაცილო გამოვიდა. ხო, მაინც გამოვიდა. მე ის ყველაზე პოპულარული YouTube ვიდეო იყო ეგ. ნახევარ მილიონი. კი, დიდი ნახვა. კიდე ისე ძალიან მაგარია სოფრში რო ხართ რაღაცა მიტინგზე და ერთი კაცი რო სამსახურში არა იყვანეს და თუ არა იყვანეო. აგერ, ხო, აბა. არ პასუხ. რატომა ჩაგრეს კაცი? დავჩაგრე. ხო, აი, ვერ გაიარა ისა. გასაუბრებ. გასაუბრებ ვერ გაიგარე ხა შენც ახლა ჰეგელის ფილოსოფია ზეპირად იცი. ეგ ახალგორის გამგებელი იყო, ხო, ის კაცი რომ შენც არ იყო რაღაც რა უთხარით აგარ. შენც ჰეგელის ფილოსოფია არ გქონდეს. არ გქონდეს ხო, წაკითხულია. ხო, ის კაცი მოვიდა არ მივიღო სამსახურში და ის გამგებელი იყო, ესე იგი შევარდნაძის დროიდან სისხლი გაგვიჭრო. გვეოპონენტებოდა, გვეოპონირებოდა, მე დაიკავა რუსებმა ახალგორის რაიონი, ის რა ქვია, მოხდა ოკუპაცია, ჩავედი აქ წეროვანში, დიქარდან ხვდა, ისევ გამგებელი. და დაკარგული არ არსებული რაიონის. ხო და იქ იყო, რომ მაშინ თან ძველი ისტორიებიც გავიხსენე. თან გამგებელი რომ იჩარა ძის, რომ კადრები აიყვანოს. და ეს ნოღაიდელის ამბავი დაღლილი ვირის. ნოღაიდელს რო უთხარი, დაღლილი ვირს გავხარო. ხო, არ უთხარი, მაგას ეგ მიტინგზე ვთქვი პარლამენტის წინ, როცა აი ეს მიდიოდა. ხო, მაგრამ ნოღაიდელზე იყო, ხო? ჯერ ვირი რო ხარ და მე ისაც დაღლილი. ხო, და რატო შეადარე დაღლილი ვირს? როგორ გითხრათ, იცით და ეს შედარებები ისეთია, რომ აი აუხსნელი мотивაციით მოდის, აი რაღაცა მუზაკარ ნახობს. აი ახლა ხო ვერ გკითხავ ახლა, არ ვადარებ თავს. გალაქტიონმა მე და ღამე როგორ დაწყერა. ისიც ვერ გეტყოდა ალბათ, ხო? იგივე აი ეს შედარებებიც აი მოდის რა. თქვა და შეხედავ და რაღაცა ძალიან დაღლილად ახამხამებს თვალებს. ხო. თქვა და უცბად ვირიც ლამაზ თვალებიანია პრინციპში და თვალების ხამხამი. ნოღაიდეს ლამაზი თვალები აქვს. არა, ახლა ნოღაიდელი არ იყო ახლა ფიზიკურად ცუდი ახალგაზრდა რომ ქონიყო ზნეობა და არ გადაქცეულიყო მძარცველად. და არ გამختارიყო მილიარდერი პირდაპირ გაგებით და არ დაეთრია ენერგოპრო ჯორჯია, რომელიც არის მისი კუთვნილება და იქიდან ქაფავს მილიონებს და სამ თეთრად ღირებულ ელექტროენერგიაში გვახდევინებს 35 თეთრს. და ეს არის პრემიერ-მინისტრად დამუშავარი, რომელიც როცა ჩამოვიდა ქობულეთიდან, ჩემ თვალწინ ხდებოდა ეგ ამბავი, ერთ ფეხზე კალოშეცო, მეორეზე შექმნა. ისე უჭირდა. ცუდი გაგებით კი არ ვამბობ, ძალიან უჭირდა. რა მითხარით, ეხა ეს რო თქვით. მე მოვიდა გითხრათ რამე, ან შეგხვდათ, ან დაგირეკათ. არა, მე უკვე გადააყენეს იმ პრემიერ-მინისტრობიდან, მოვიდა. გაგრძელება თუ აქვს ხომ საინტერესო. ჩხუბი მოვიდა სააკაშვილთან, შემდგომ დაიწყო პოლიტიკური პარტიის შექმნა, როგორც ხდება. ხო. მოხსნიან თანამდებობის პირს, მე შექმნის პარტიას, გახსნის ტელევიზიას, შეეცდება რომ ახლა პოლიტიკაში ახალი სხვა კარიერა შემოვიდეს და თუ გამოვიდა რამე გამოვიდა, თუ არა და წავა ბიზნესში შაჯდება როგორც ნოღაიდელი და მიდის ფულების კეთება. და გითხრათ თქვენ რამე. მე ესე იგი ამან შექმნა პარტია, რაღაცა ერქვა, არ ვიცი, გაგვირტვა, აღორძინება, გაფურჩუნის, გაერთიანება. ბედნიერი ვირები. ხო. ვირების გაზაფხული. ხო. შექმნა ეს პარტია, მან ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს, რა ვიცი რა დაგეგმეს ერთმანეთთან და მე ვარ იმასავით, აი მორწმუნეები რომ მიდიან ხოლმე მექამედინაში. ყველა პოლიტიკოსი ჩემთან უნდა მოვიდეს და შეეცადოს შემიტრიოს იმ თავის ქსელში. ხო. ეს იყო დაწყებული შევარდნაძიდან სააკაშვილამდე და ნუ ყველა. ამას უკვე მიჩვეული ვართ, სრულიად ცივსისხლიანად ხვდები, ცივი ღიმილით, ნუ არც თუ ისე ცივი.
ხელის ჩამორთმევა, გაცილება ბოდიშობის მოხდით, რომ ჩვენ არ ვერთიანდებით ბლოკებში და კოალიციებში და წარმატებებს გისურვებთ. ხო და ეს ნოღედელიც მოვიდა ოფისში. მოვიდა კაი ერთი 3000 ევროიანი ვალენტინოს უკანასკნელი მოდელის კოსტუმით. მეთქი მომიტანაო. ხო, არა, მე ეგეთი ის არ არის გულუხი ნოღედელ. და პირველ რიგში ხელო ჩამორთვი ეს პიჯაკი გაიხადა და ჩამოკიდა საიმედო ადგილზე რომ არ დაჭმუჭუნილიყო აქ რომ შეიძლება მაგ პიჯაკის ანახავ რო გენახათ მაგიტომ მოვიდა ხო არა ისე და ეს უფრთხილება იმ პიჯაკს ეს დაღლილი ვირის ამბავი არა მაგაზე არ ქონია საუბარი ეს ისე არაზუსტ არ კითხათ რატო არა პოლიტიკოსები არ ეკითხებიან ერთმანეთს იმიტომ რომ პოლიტიკურ პოლემიკაში მოდის ხოლმე ახლა ეგეთი შედეგები მოსული პონტია ხო მაგრამ თქვენ თუ გაქვთ ზედმეტ სახელი პოლიტიკაში არ ვიცი ზედმეტ სახელი მეგონი არა მაგ რობინ ჰუდი ეს გახდა უკვე ზედმეტ შალვა რობინ ჰუდი თქვენ გქონდათ საარჩევნო სლოგანი გქონდათ დიდას ვართმევ ღარიბს ვაძლევ ხო დავიწყეთ თუ დამარქოს რობინ ჰუდი ეს არ ვიცი და წინამდე არა რობინ ჰუდობის და ეგ სლოგანი ხო არ იყო იმის მიზეზი რომ ვერ მოიგეთ დიდრებს შეეშინდათ ანუ ეგ სლოგანი საერთოდ ვინ მოიფიქრა ანუ ისი გადაწყვეტილება იყო ფილმს უყურეთ ამ რობინ ჰუდს პირველ რიგში ჩვენი იდეოლოგიიდან გამოდიოდა რომ მართლაც იმდენი უკანონოდ გამდიდრებული ყავს და მათი უკანონო სიმდიდრის გამო იმდენი მშიერია ამ ქვეყანაში რომ ქვეყანა დაიცალა და გაქცეულია ხალხი უკმაპურო იშოვოს ეს ჩამოსართმევია და უკან დასატრიალებელია ხო მაგრამ ეს სლოგანი იყო ისე პოლიტიკურად დამაჯერებელი მე მოვიფიქრე და აბსოლუტურად გამოდიოდა სოფლიო პოლიტიკური პიარის ტრადიციებიდან ამის მაგალითად გეტყვით 50-იან წლებში რესპუბლიკური პარტიის სლოგანს რა იყო თუ გახსოვთ საიდან გახსოვდა დაბადებულიყავით მაგრამ ისტორიიდან ვკითხულობ არც მე არ ვიყავი დაბადებული მაშინ ასე რომ თრალბებერი არ ვარ მიეცით ხმა რესპუბლიკელებს ან მოკვდით ეს უფრო კაი სლოგანია ხო მე შემდეგი ეგ უნდა იყო ხო წარმოგიდგენთ ახლა მე რო ეგ მოვიფიქრე რომ შემჭავდნენ მაგრამ ეგ სლოგანი სხვათა შორის აი რომ მე მგონი მოგცემთ ან მოკვდით ან მოგვიცით ხმა რა ვარია ხო ცოტა წყევლა შემოღაზე წყევლაზე უარესები და წყევლაში სოციალური შეიძლება დარჩა ზოგიერთი წყევლის სახეობაში ხო მაგრამ არ ნანობთ ამ სლოგანს ეხლა ჩემი აზრით ეხლა იმას და გითხრათ ისეთია მაინც ფილმიდან სლოგანია როგორი? აი ფილმიდან არის სლოგანი, მაგრამ ფილმიდან მოიპარესო ეს სლოგანი. რობინ ჰუდში როგორც არის, რომ ართმევს დიდრებს, აზრებს ღარიბებს. რაღაც არასერიოზული. არა, ეგ არსენას ლექსშიც არის. დიდას ვართმევ, ღარიბს ვაძლევ, ღმერთი როგორ წამახ. ხო და თქვენ საიდან არსენადან იყო თუ მე უფრო არსენადან. არ გინანიათ მაგ სლოგანის გამო. არა, ნამდვილად არ მინანია. რამდენი პროცენტი იყო? სანამ ეს არ მოხდება და ჩვენ უკანონოდ გამდიდრებულებს არ გავაკულაკებთ. არ, მაგაში მომხრევ არ მე. ხო. არაფერი მქონას არ შეიძლება არ იფიქროთ რომ აქ მარსიდან ჩამოვლენ ინვესტორები და მთელი ამერიკის ბიუჯეტი დაიძრება საქართველოს გადასარჩენად ჩვენი არსებობის კაპიტალი საზრკველი უნდა ჩვენი მოვნახოთ რომელიც გვაქვს მაგრამ გადანაწილებული და დანაშაულებრივია ესე იგი და ამ კითხვის დასმაკაგრად თქვენ დააფიქსეთ რომ აი ოდის მეგვეშველება რამე ეგ ის არა ქვია ერთი ანეკდოტიც არის მაგაზე შეხვდა ერთი ღიპიანი კანდიდატი ამორჩევლებს და ეუბნება რომ აი მე თუ ამირჩევთ გზა გექნებათ მოკლედ ესე იგი იქ სამუშაო გექნებათ გადასახადების ცოტას გადაიხდით იქ რა ქვია ბაზრამდე პროდუქციას მე მიგიტანთ როგორც ის პირდებოდა ხო და ნუ რა თქმა უნდა ხალხს არ ჯერა ამ სიაფანდოვის და ერთმა მოიკონესა იქ გვეშველება რამეო და კაცო მიამირჩიე და თქვენი დედაც პატრი მე მეშველებო ეს რა თქმა უნდა ყუმრობი და ანეკდოტის ფორმატში აუცილებლად გვეშველება მაგრამ თავარია რომ ეს შველის პროცესი არ გაგრძელდეს უსასრულო და თაობები არ შეეწიროს ამას რა თქმა უნდა თუ ახლა ვერ მოესწრო თაობა წინა თაობები ვერ მოესწრო ამას ძალიან ბევრი წავიდა გაუხარელი შეიძლება იქ ჩემი ბინისავით არის ცენტრპოინტის დაზარალებული რო არ 22 წელი რო ბინას ველოდები და სადღაც აშენდებაო მოესწრები თუ და ნახევარი მოსახლეობა აღარ აწუხ ის ცენტრპოინტის ბინები დაანგრეს უკვე და სხვა კომპანია ჩვენი არ არის ჩვენი ჰაერია ისე და აი დედამიწა ტრიალებსო არიციან მთავრობამ არიცი დედამიწა ტრიალებს თუ გადასახადს გადაგვახდევინებ და კი იმის სვეთის ისე მარტო რამდენი გადასახადები დაგვემატა ძალიან ბევრი გადასახადებია. აი თქვენ როგორ გადასახადს გაუქმებდით? რა თქმა უნდა. გავაუქმებთ, მაგრამ წყლის გადასახადს არ შეიძლება იხდიდეს ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ქვეყანაშიც 26000 დინარია.
მტკნარი მდინარე. ის რა ამბავია, ამბავი რა ილიაზე რო თქვით. ილიამ თქვა ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. ხო, ეგ ტექნიკური შეცდომა მომივიდა, მე არის არაფერს არ პატიობენ ჟესტსაც კი და თქვა და როგორ იყო ეგ ამბავი? გაბრაზებას ეგ წერეთელმა თქვა, აკაკიმ თქვა ეგ. ხო და თქვენ თქვით მე რომ ილია მოკლეს, მაგრამ ნუ ახლა ილიამაც იგივე იფიქრაო. ილიაც დაითანხმებოდა ილია, რა თქმა უნდა, მოკლეს ილია, ერმა მსახურებისათვის და ეხლა იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში კმაყოფილი იქნებოდა ილია და არ დაეთანხმებოდა. ხო, მაგრამ ამბავი იყო ესე იგი თქვენ თქვით რომ ილიამ თქვაო რომ ფურთხის ღირსი ხარ საქართველო და მე წამყვანმა გითხრათო ეს აკაკის სიტყვები არისო და კიო აკაკიო მაგრამ ილიაო დაეთანხმებოდა. ხო, ისინი თანამოაზრეები იყვნენ, აკაკი იყო მაგდას ილიას გასვენებაში. გასაგებია, მაგრამ მე წინამდებით რომ ილია დაეთანხმებოდა აკაკის სამშობლოში დაეთანხმებოდა. ბოლოს მოკლეს კაცი, დაკლეს თავისმა მეზობლებმა საგურამოში. კაი, მოდი გადავიდეთ ახლა ქვე თამაშზე. ვის ისურვებდით თქვენ პარტიაში? თქვენი გუნდის წევრად. ჩამოვთვლი ახლა რამოდენიმე ადამიანს და გამოთიშვის პრინციპით უნდა დავტოვოთ ერთი, რომელიც იქნება თქვენ პარტიაში. მზად ხართ? კი ბატონო. ნუ კომენტარები შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ადამიანებზე. თაკო ჩარკვიანი თუ სანდრა რულოვსი? აუცილებლად უნდა რომელიღაცა ერთი უნდა არჩიოთ აუცილებლად. ნუ ქალბატონი თაკო. თაკო ჩარკვიანი თუ მერსი სულხანიშვილი? ქალბატონ მერსის მე არ ვიცნობ. ინფლუენსერია ცნობილი რობოტებთან მე მგონი პოლიტიკოსიც არის. პოლიტიკური გადაცემაც მიყავს თოქ-შოუ. დიდი მოგითხო ჩვენ. მერსი და თაკო ჩარკვიანი თუ ნანუკა ჯორჯოლიანი? თაკო ისო. თაკო ჩარკვიანი თუ ნიკა გვარამია? ნუ ახლა გვარამის ხსენებაზე სუფრაზე რო ვიყო დაგაჯარიმებდი. რატო არ გაქვთ კარგი ურთიერთობა ისე? რა ურთიერთობა შეიძლება გქონდეს კობრასთან? ნუ ადამიანურად რა ვიცი. არ არის ადამიანი. კარგით. იცის ხო ალბათ ეგ ამბავი? როგორ არის? დღევანდელი გადაცემით გაიგე. თაკო ჩარკვიანი თუ საქართველოს გაყიდა არა ერთხელ მათ შორის აიხლას 40 მილიონად გილაურის მიტანილი ფულით. 40 მილიონი ლარი, დოლარი. თაკო ჩარკვიანი თუ ლალი მოროშკინა? თაკო. ლალისა დაუწუნეთ. ლალის არაფერი არ დაუწუნე, უბრალოდ პოლიტიკური არჩევანი. სასტუმროა მისახედი ახლა მაგას არც. თაკო ჩარკვიანი თუ გუბა სანიკიძე? ქალბატონი თაკო, მართლა მიმაღებიათ პარტიაში ქალბატონთან. თაკო ჩარკვიანი თუ ირმა ინაშვილი? ისევ თაკო. მე მგონი თაკო დაგირეკა. თაკო ჩარკვიანი თუ ნიკა მელია? სხვა შორის ნიკა ჩემ ხელშია გაზრდილი, ძალიან დიდ პატივს ვსევ, ძალიან მიყვარს, ოჯახიც, მისი მამა მეგობარია. მაგრამ პარტიაში არის. ორივე თაკოს და ნიკას. არა, ერთი უნდა დატოვოთ, ან თაკო ან ის ნიკა. ნუ ახლა ქალბატონ თაკოს არ ეწყინება ნიკას. ნიკას არ ეწყინება ალბათ. თაკო ჩარკვიანი თუ კახი კალაძე? აუ. კახი არა, კრახი. ეგ არის კრახი. ქვეყნის და დედაქალაქის. ანუ თაკო ჩარკვიანი. თაკო ჩარკვიანი თუ მიხეილ სააკაშვილი? რა თქმა უნდა თაკო ჩარკვიანი. რაღაცა მახსოვს ბოლოს რაღაც თაკო სააკაშვილი შეგეცოდა თუ რაღაცა კლინიკაში თუ ციხეზე. არა, ნუ ახლა შეუძლებელია ის სიტუაცია რაც შექმნილია, ნუ ისე რას ფიქრობთ, რომ გამოვიდეს ციხიდან მთავრობაში დაბრუნების შანსი არის? არა, მის დაუკების შანსი არ არის. და დაბრუნების მთავრობაში? დაბრუნების გამორიცხული. მეც ეგრე ვფიქრობ. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შედიან და სულტყუილად ფიქრობს, რომ ისევ მასა იმას იზავს, რა ქვია, შეიტანს ვარდები და ამხედრებს. მეც იგივე პოზიციაზე ვარ. თაკო ჩარკვიანი თუ თეა წულუკიანი? ხო, თიას ვერ წავართმევ ბიზნეს ნამდვილად. ანუ თაკო ჩარკვიანი. თაკო ჩარკვიანი თუ დავით აკუბარდია? თქვენი მეგობარი. მეგობარი ყოფილი. ყოფილი მეგობარი. აკუბარდე აი შეგიძლიათ შერიგდეთ ახლა დავით აკუბარდია რო თქვათ. არა, აკუბარდეს არ მიიღეთ. კაი, თაკო ჩარკვიანი თუ მამუკა ხაზარაძე? ფული კი სჭირდება პარტიას. ნუ მამუკა ხაზარაძე თავისი პარტია აქვს და შესაბამისად ვერ შეიძლება გაერთიანოს. შევეცილები. ხო, მაგრამ იქნება სხვილ ბიზნესთან და ბანკირებთან გაერთიანება იდეოლოგიას ეწინააღმდეგება პარტიას. კარგი, თაკო ჩარკვიანი თუ ვანო მერაბიშვილი? ვანო მერაბიშვილი განხილვაც არ შეიძლება ამ ფორმაში. თაკო ჩარკვიანი თუ გიგი უგულავა? ასე უგულავასაც თავისი სფერო აქვს. რა სფერო? სადაც მოღვაწეობს ახლა. სად არის? კაცმარით ეს. მე მგონი კიევში. და რას აკეთებს? არ ვიცი. პოლიტიკაში არ არის.
პერიოდულად გამოჩნდება. უკრაინელ გოგოებთან გულაობს ალბათ. ხო, ნუ არ გოპატიჟება, მაგრამ ინფორმაცია არის. თაკო ჩარკვიანი თუ ბოლო ზურა ჯაფარიძე? გირჩი. ზურა ჯაფარიძე გირჩი. ახლა მორფინისტები გამოგლებათ. ეგ მორფინისტია? ეგ არ არის, მაგრამ ახალგაზრდობას აკეზებს, რომ გამორფინისტდნენ, საკუთარი სხეულის თვითონ განკარგონ და ყველაფერი ამორალიზმი გააკეთონ, რაც თავში მოვა და ქვეცნობიერ უკარნახებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ არ შეიძლება პოლიტიკაში ასეთი ჯგუფების საქმიანობა. ახლა ამერიკაში ძალიან ბევრია მორფინისტი, სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ მას პარტია არ შეუქმნია და ხმას იგივე მორფინისტები არ აძლევენ. ამიტომ ყველა სიმახინჯე აქ უნდა მოხდეს. მოკლედ, თაკო ჩარკვიანი თქვენ პარტიაში ჩაიწერება, ესე იგი. ხო, მაგრამ რისი მინისტრი იქნება რა საინტერესო. მაგრამ ქალბატონ თაკოს აქვს თავისი პარტია კანონი და ხო, მაგრამ იქნება გაერთიანდეთ თქვენ წავართ ისა ხმამომეცი თორე მოკუდი და იმის პარტია კიდე რა ქვია იმის თაკოს პარტიას? კანონი და სამართალი. კანონი და სამართალთან ხმამომეცი თორე მოკუდი. თაკო თქვენთვის ადგილი არის თუ თქვენ პარტიაში აღარ გენდომებათ? ძალიან დიდ პატივს ვცემთ ქალბატონ თაკოს, მაგრამ მოგესალმებათ ლეიბორისტული პარტია ერთადერთი გამონაკლისია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც, რომელიც არასოდეს რომელიმე პარტიასთან ბლოკში არ შესულა. ახალგაზრდა თაობა გინდათ ეხა რეალურად თქვენ? გჭირდებათ ახალგაზრდა თაობა. ახალგაზრდა თაობას ვჭირდები მე და უნდა გამომიყენონ მაქსიმალურად სანამ ამის ძალა. ახალგაზრდა თაობას მე მგონი ძალიან. ხო, მაგრამ რამდენად იცნობთ ახალგაზრდა თაობას თქვენ? მე ვიცნობ აი რამდენად? იმ გაგებით რომ მე ისევ ახალგაზრდად გძნობ თავს. ახალგაზრდა თაობას და აქ თავისი სლენგური საუბარი თუ ნუ რაღაცა ახალი თანამედროვე ტერმინოლოგია და რამდენად ვიცნობთ ეხა მაინტერესებს გავიკოთ თქვენგან აი ახალგაზრდა თაობა რომელსაც გინდათ რომ ხმა მოგცეს რამდენად ახლოს ხართ მათთან ხო ამ საკითხში შეიძლება მთლად ვერ ვიბრწყინო დავიწყოთ აი პირველი არის სლეი აი თქვენი აზრით სლეი რა არის კეფიცები არც სლეი ალბათ უცენზუროა ხო არა სხვათა შორის ახალგაზრდები რაღაც ასო რო შევცვალოთ ახალგაზრდები ფორუმებზე და ფეისბუქებში როცა აი იმას უნდა ჩიადარო ვინმეს ამას იყენებენ სლეი ნიშნავს ჯენზი თაობისთვის მაგარი ხარ აი გააფრინე ვაუ და რაღაც ესე ვაუ ხო ეს კარგია გამომადგება საარჩევნოდ კრაში რა არის როგორ კრაში მაგარი ალბათ ხო არა აი კიდე რაღაცა მეორე ადამიანს უკავშირდება მეგობარი ადამიანი რომელიც ძალიან მოგწონს რო კრაშა აი რო დაკრაშა ანუ აი რამდენად სწორია ეხლა პირველი რაც უნდა გაკეთდეს ამ რეჟიმის შესვლის შემდეგ ენა უნდა გაიწმინდოს ბარბარიზმებისაკენ რა შემდეგი არის დასტაკვა ხო და ეს მინდოდა მე თქვა სადაც არ იქნება დასტალკვა აი რა არის მე მგონი შენც ახლა დასტალკვა ხო გატყება ხო რაც სოციალური ქსელების აი დეტალურად დათვალიერება ვიღაცა ადამიანის შეიძლება მოგწონდეს შეიძლება არ მოგწონდეს აი დეტალურად შეთვალიერება რიზ როგორ რიზ გაზრდა ხო არა გაზრდილი შარმი ფლირტის უნარი ოჰო არა ხალხაზრდა თაობა ასულა ძალიან მაღლა გარიზვა არის აი გავე პრანჩე ხო აი რაღაცა ეგეთია შენ ქონდა იმასთან გარიზვა და ვაიბი ხო ეხა ერთი მაინც გამოიცანეთ ახალგაზრდა თაობაში ეს კომპიუტერის რაღაცაა ხო არა ვაიბერი აი რაღაცა იმაზეა აი სუესი და ხომ მე შენ განმოდის ეს აი მე ვწერ ხომ ხშირად მაგ ვაიბს რაღაცა ვაიბი დილის ძალიან რთული გამოცდა მომიწყოთ ასე რომ ვაღიარებ მოკლედ ეს არის განწყობა და რაღაცა ატმოსფერო ესე იგულისხმება ხომ აი განწყობა რო გაქვს რაღაცა აი მზიანი განწყობა გინდა რომ აი ვაიბს სან და რაღაცა სუნდა ვიმეორებ რომ ახალგაზრდებმა და ძველგაზრდებმაც უნდა ქართულად ვილაპარაკოთ და თუ ქართულში არ არის ის სიტყვა უნდა ქართული ენების ოჯახიდან მეგრული, კოლხური, სვანური იქიდან ამოვიდეს. მე მგონი ეს ვაიბი არის განწყობა, არა? უზარმაზარი. შენგან მოდის კარგი ვაიბი. უზარმაზარი საუნჯია ჩადებული და იმით უნდა შეიცვალოს. აი ხა ეს სამი არის წესით, სამი არა, ორი მარტივი არის. წესით უნდა იცოდეთ, ხა არ არსებობს. ორი შვილი ყავთ, ეხა ამთან დიდები არ ყავთ ესე. შვილები შეიძლება არც ლაპარაკობდნენ. Red flag-ი. Red flag-ი?
ეხა პარტიაში არ გყავთ ჩვენ ახალგაზრდები. უცხონაში ვიწყობთ გავს. Red flag-ი. Red წითელია, მაგრამ ფლეგი რა არის? საგანგაშო ნიშანი. წითელი. იძახენ ხო აი red flag-ი მჭირს ხო, რა. წითელი ზონაო, ხო, წითელი დროშა. Green flag. მწვანე ის არის რაღაც. ნუ ეხა უკვე ნუ გადაყვედით იქ რადგან ის იყო. ქუჩაში არის კარგი დადებითი გამოგიყვები, რომ თვისება. აი კარგი დადებითი თვისებად იგულისხმება green flag. ჩემი რჩევა იქნება რომ ქართულს მივაწვეთ. ანუ ამ თაობაშიც მე მგონი ხმები დაკარგეთ ეხა. არ მგონია თაობამ ამის გამო გამწიროს არ მგონია. კაი, აი ეს თამაზა მიცის ნამდვილად დელულუ. აბა, რას ნიშნავს? რა? დელულუ. ეს თლად ფრანგულია, ხო? სხვადასხვა ქუჩაში გამიგია დელულუ. რას ნიშნავს? რა? მაგრამ როგორ შეარავებ? შენ მანამდე რაც ვქია ფრანგულ უბანში შენ ცხოვრობ, ჩვენ კი არ ვცხოვრობ ფრანგულ უბანში. დელულუ. დელულუ არის ილუზიებში ხარ, არარეალისტური ფიქრები. სოსოული. ანუ ამან გარეკაო რა ჩვენთან რო. ხო, აი და პრინციპში ამის შემცვლელი ქართული სიტყვები მილიონი არსებობს. ძალიან ბევრია. და შეუძლებლად წვიმას 65 სახელი აქვს. მარტო. ჯუჟუნა, თავსხმა, თქეში, წვიმა. ხო და არაფერი აქვს ჩვენ სამოთხორო სხვაგან და იქიდან ასა. რატო აიტაცეს ახალგაზრდობამ აი სლენგები? ახალგაზრდობას ახასიათებს ეს ორიგინალობის მუდმივი ძებნის სურვილი. როგორც დითაობას ახასიათებდა რუსული რაღაცა სლენგური სიტყვების გამოყენება. ეხლაც კი აი თქვათ ახალგაზრდები იყენებენ იმ სლენგებს რუსულს, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით პროსტა მაგალითად. პოლიტიკაში რამე კურიოზები გადაგხდენიათ ისეთი? ნუ ეს down dictators თავი დავანებოთ. ეგ გავიარეთ უკვე. ხო, ეგ ცნობილია down dictator. ეს კურიოზი არ იყო, მე მაჩვენე რომ ეს ძალიან კარგი გამოხმაურება და ძალიან დიდი პოპულარობა. უარყოფითი არ იყო, მაგაში გეთანხმებით. არის ისეთი რამე. პოლიტიკოზე რასაც იწერება და რასაც ამბობ, ყველაფერი კარგი ნეკროლოგის გადა. ეს ცნობილი ის არის. ცნობილი გამონათქვამი ხო. მე ისეთი კურიოზი ქონიათ რამე პოლიტიკაში ყოფნის დროს? პარლამენტის ფოიეში ვდგავართ. მე შევარდნაძე, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიც. და მოემართება ჩვენსკენ ვხედავ ქალბატონ იზა ორჯონიკიც. დეპუტატი იყო ისიც. ხო და მივიდა გაუყარა ხელკავი შევარდნაძეს და ბატონო შეიძლება რომ ქას ორი კაცი ედრულად უყვარდეს. შეიძლება ისა შეიძლება. მოკლედ დავგიძახა ერთხელ თათბირზე ვზივართ მე გივილომინაძე ეს გენერალი ცნობილი აფხაზეთის მინისტრობის ყოფილი თავმჯდომარე ქართლოს ღარიბაშვილი და რაღაცას ვიხილავთ რაღაც კანონპროექტს ვიხილავთ ესეთი დაბალი სკამებია და გამოძრა ერთ-ერთი სკამის ქვეშიდან წრუწუნა პატარა ჩვილი ხო პატარა ეს პარლამენტში თუ სადმე ისეთი პარლამენტში შევარდნაძის კაბინეტში შევარდნაძის კაბინეტში გვერდზე ქონდა მოსასვენებელი ოთახი იქ ვზივარ თუ სასაპირო ოთახი აღარ მახსოვს ხო და ღარიბაშვილმა ცოტა ისეთი იყო რა ქვია ექსტრავაგანტური ტიპი მოკიდა ამ წრუწუნას კუძზე ხელი და ცხვირთან მიუტანა შევარდნაძეს აი ბატონო ედუარდ აქ ვერ დაგიმყარებია წესრიგი რა უნდა აქვს წრუწუნაში ქართლოს გაუშვიე ჩემი დაცვაა ბატონო შენ ჩამოვიდა შევარდნაძე ბაზელტის ტბაზე გადმოვიდა შეხედა იქ რაღაცა შენდებოდა მაშინ ხო და მეც გავყვე უკან მანქანით რომ დაიძრა თბილისისკენ და იქ ქონდა სუფრა ბულაჩაურში რესტორანია ეხლაც არის მგონი სუფრა ქონდა დინარის პირას რო ხო დინარის პირას ნუ კიდე სხვა სტუმრები იყვნენ და გააჩერა რომ ნუ დამშვიდობებოდა იქ ბულაჩაურთან და ეხლა როგორც ქართველებს გვშვებია რა გადავედი და მე ვთხარი ბატონო ედუარდ ასე ვერ გაგიშვათ მეთქი ხო კი შალვა შენზე რო იყოს დამოკიდებული არ გავიშვა მე ვიფიქრე ნუ თქვენი ხო უნდა გქონდეს ვისაუბრებ რა ასე ვერ გაგიშვე ო ბატონო ასე რა გაგიშვე ანუ ეს ბევრი ისტორიები გაქვთ ესე იგი სახალისო ამ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ეს ბევრი ისტორიები ცუდი იმ გაგებით რომ აი იმ წუთში რომელი უნდა ამოწიო შეიძლება ვერ გააკეთოს ისე შევარდნაძეს რაც მართლა მაგარი იუმორი ქონდა ძალიან ძლიერი იუმორი ქონდა ძალიან სერიოზული და აი მაგალითი იმისა იუმორი როგორ
ამართლებს პოლიტიკას შევერნაციას. კარგით, ბატონო შალვა, პრინციპში ბოლოსკენ გავედით ახლა ჩვენ. რამდენად მოგეწონათ ჩვენთან სტუმრობა? თქვენთან სტუმრობა ვიცოდრო ისედაც მომეწონებოდა. ხო არ ინანეთ აქ რომ მოხდეთ. ვარ დადებითად თქვენს მიმართ. ხო, ისედაც, მაგრამ არ ვინანია პირიქით თვლი რომ მე მგონია ადრეც უნდა მოსულიყავ. აი, ეგ არის მთავარი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. ჩვენც მინდა გისურვოთ წარმატებები და იმედია, როდისმე გიხილავთ ზემოთ პოლიტიკაში. საქართველოს უნდა ვნახოთ ზემოთ. თქვენთან მაშინ ვიქნებ. მე მგონია რომ ხალხმა ერთი შანსი, ყველას მისცეს შანსი და თქვენ რატო არ გაძლევენ ვერ გავიგე. თუ არ მომცემენ გაცხადება მაშინ კახური აი მაგარი ჯიგრული გამოთქმა იცით? ვირმა პალო მოაძრო იმდენი სხვა სარაკრა რამდენიც თავის თავსაო. აი საჩუქარი გვაქვს თქვენთვის და რას ლაპარაკობთ? ბატონო შალვა კომპანია საფერომ გამოგიგზავნათ ბოქსი. ეს რომ ცოდნა და უფრო ადრე მოვირმენია. ეს არის ქართული წარმოების თმისა და კანის მოვლის საშუალებები, რომელიც გადმოგცეთ საფერომ. ჩვენ ვიყენებთ ფანტასტიკური საშუალებები არის. ეს საფერო ძალიან კარგი არ გაწევრიანდება ჩვენთან პარტია. და ველაპარაკებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ბევრი და ბევრი მაყურებელი და სიხარული და ეს იყო გადაცემა სარკასტიკა. ჩვენ შევხვდებით მომდევნო ორშაბათს საღამოს 10 საათზე საინტერესო ამბებით.